რადიო ათინათის და ზუგდიდის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ერთობლივი გადაცემა დადიანების სასახლეთა საგანძური. ისტორიები ზუგდიდის მუზეუმში დაცულ ბევრისთვის უცნობ ექსპონატებზე, მუზეუმის განვლილ გზაზე და ღვაწლმოსილ მონაწილეებზე. რა შეიძლება ვნახოთ და რა შემორჩა მეხსიერებას. ათინათის ეთერში ყოველ სამშაბათს 18 საათსა და 18 წუთზე. მოგესალმებით, ეთერშია რადიო ათინათის და ზუგდიდის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ერთობლივი გადაცემა დადიანების სასახლეთა საგანძური. გადაცემაში ვსაუბრობთ მუზეუმში დაცულ ექსპონატებზე და ისტორიებზე, რომელსაც მუზეუმი მრავლად ინახავს. გადაცემას ტრადიციულად გაუძღვები მე დავით ოყუჯავა, მუზეუმის ხელმძღვანელი. დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ მე-19 საუკუნის ერთ-ერთ გამორჩეულ ადამიანზე, დადიანების ოჯახის გამორჩეულ წევრზე, რომელთა შესახებ მუზეუმმა ბევრი საინტერესო რამ შემოგვინახა. განსაკუთრებით საინტერესოა მისი ანდერძი, რომელიც ინახება ხელნაწერთა ფონდის კოლექციაში. თემა მოამზადა დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ექსკურსიამძღოლმა ნანა არახამიამ, რისთვისაც მინდა დიდი მადლობა გადაუხადო მას. გრიგოლ დადიანის ცხოვრებას და მოღვაწეობას გაგაცნობთ დღევანდელ გადაცემაში. გრიგოლ ლევანის ძე დადიანი დაიბადა 1814 წლის 19 ოქტომბერს სამეგრელოს მთავრის ლევან მეხუთე დადიანისა და მარიამ მართა წერეთლის ოჯახში. ის გახდათ უკანასკნელი მთავრის დავით დადიანის შუათანა ძმა. გასული საუკუნის მეორე ნახევრის ერთ-ერთი ფრიად ცნობილი პიროვნება, როგორც პოეტი და სამხედრო მოღვაწე, რომელსაც რუსეთის იმპერიის არმიაში სამსახურისა და ბრძოლებში წარმატებით მონაწილეობისათვის გენერალ-ლეიტენანტის, გენერალ-ადიუტანტისა და ინფანტერიის გენერლის მაღალი წოდებები ჰქონდა მინიჭებული. გრიგოლ დადიანი 1828 წლიდან 14 წლის ასაკში ჩაირიცხა პეტერბურგის საიმპერატორო პაშტა კორპუსში. 1834 წლიდან პეტერბურგში მსახურობდა, ჯერ ლეიბ-გრენადერთა, შემდეგ პრეობრაჟენსკოეს პოლკში. 1844 წელს მიიღო პოლკოვნიკის ჩინი, 1845 წელს მამის გარდაცვალების შემდეგ დაბრუნდა საქართველოში. პირველი ნამდვილი საომარი მოქმედება გრიგოლს 15 წლის ასაკში მოუწია. 1829 წლის აგვისტოში, როცა თურქთა უზარმაზარი არმია გურიას განადგურებით დაემუქრა, გრიგოლმა 3000 კაციანი მეგრელთა კავალერია გენერალ გესეს ოზურგეთში მიახმარა და თურქებს სასტიკი ბრძოლა მუხაესტატესთან გაუმართა. ტერი დაამარცხა და კინტრიშიც დაათმობინა. მისმა პირველმა საბრძოლო ნათლობამ წყინვალედ ჩაიარა. გრიგოლი თავად იმპერატორმა დააწინაურა. კორნეტის ჩინი უბოცა. ლეიბ-გვარდიის კაზაკთა პოლკში ჩარიცხა და სამსახურად მამასთან სამეგრელოში დატოვა. მოგვიანებით, როცა გრიგოლს 20 წელი შეუსრულდა, ჯერ პეტერბურგის, შემდეგ კი პრეობრაჟენსკოეს პოლკში განაგრძო სამსახური, სადაც პოლკოვნიკის ჩინიც მიიღო. გრიგოლ დადიანს ცოლად ჰყავდა სმოლნის ინსტიტუტში ნასწავლი, გურიის უკანასკნელი მთავრის, მამია გურიელის ასული ტერეზია. ტერეზია გურიელი იმპერატორის კარზე დედოფლის სეფექალად იყო დაწინაურებული. წყვილმა ჯვარი პეტერბურგში დაიწერა 1845 წელს. წერას ესწრებოდა ოდიშის დედოფალი, გრიგოლ დადიანის ბებია, ნინო ბაგრატიონ დადიანი, ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფის, გიორგი მე-12-ის ქალიშვილი, რომელიც იმ დროს პეტერბურგში იძულებით იყო გადასახლებული და რუსეთის იმპერიის მემკვიდრე ალექსანდრე ნიკოლოზის ძე. გრიგოლსა და ტერეზიას ჯვარი დასწერა ხელმწიფის მოძღვარმა ბაჟანოვმა საიმპერატორო კარის ეკლესიაში. ტერეზია გურიელის ოჯახს საოცრად ტრაგიკული ბედი ერგო წილად. 1829 წელს გურიის სამთავროს გაუქმების შემდეგ იგი დედასა და ძმასთან ერთად ოსმალეთში გადაიხვეწა. ტოლვილობას დედის სიკვდილი დაერთო. თან უცხო ქვეყანაში. განგებამ ესეც არ აკმარა ობლებს, ბედის უკუღმართობით ოსმალეთის სულთნის კარზე აღმოჩნდნენ. ხონთქარმა თვალი ტერეზიას დას, ულამაზეს ეკატერინეს დაადგა. ახალგაზრდა ეკატერინე ქართული ტრადიციებით აღზრდილი, იმ დროისთვის დიდად განათლებული ქალიშვილი იყო. შესანიშნავად ცოდნია რამდენიმე უცხო ენა, განსაკუთრებით ფრანგული. ამ ენაზე თურმე ლექსებსაც კი წერდა. დაჯილდოებული ყოფილა ქანდაკების ნიჭითაც. ეკატერინე გურიელი ოსმალეთის სულთნის ძალადობის მსხვერპლი გახდა. სულთანი მას დედოფლობას თავაზობდა და მისგან გამახმადიანებას მოითხოვდა. ეკატერინე გურიელი ქრისტიანობისთვის წამებულ წინაპარ ქართველ ქალთა მდგომარეობაში იმყოფებოდა. ულამაზესმა მანდილოსანმა სულთნისგან მიყენებული შეურაცხყოფა ვერ აიტანა და საღად აზროვნების უნარი დაკარგა. გამუდმებით ზიანს აყენებდა საკუთარ თავს. თუ ვინმე მასთან საუბარს ან სხვაგვარ გამოლაპარაკებას
მოლაპარაკება შეეცდებოდა. საქმეში რუსეთის იმპერატორი ჩაერია. მისი შუამდგომლობით გაუბედურებული გურიის სამთავრო ოჯახი 1832 წელს სამეგრელოში დააბრუნეს, მაგრამ ეკატერინე გატეხილი და სვეგამწერებული დარჩა. ამ ამბის შემდეგ იმპერატორი გურიელებს განსაკუთრებით წყალობდა და თურმე თავს დამნაშავეთაც კი გრძნობდა. ამიტომ ძალიან გახარებია ტერეზიას გათხოვება ისეთ ღირსეულ პიროვნებაზე, როგორიც გრიგოლ დადიანი იყო. ქორწილი დიდი ზარზეიმით ჩატარდა. ჯვრისწერამ ზამთრის სასახლეში მთელი საიმპერატორო ოჯახის თანდასწრებით ჩაიარა. საპატარძლო თავად იმპერატორმა აკურთხა, რომელსაც პატიებისა და შენდობის სურვილის ნიშნად შუბლზე აკოცა. პეტერბურგიდან საქართველოში დაბრუნებული გრიგოლ დადიანი სამხედრო სამსახურს ასრულებდა სამეგრელოს მთავართან და სამოქალაქო მმართველობის საქმეებშიც ეხმარებოდა მას. 7 წლის განმავლობაში მას მონაწილეობა არ მიუღია არც ერთ ბრძოლაში. გამონაკლისად 1858-59 წლების სამურზაყანოს სამხედრო ექსპედიცია უნდა ჩაითვალოს. როცა გრიგოლმა სამეგრელოს წინააღმდეგ აჯანყებული სამურზაყანო ორთვიანი ლაშქრობის შემდეგ დაიმორჩილა, რისთვისაც წმინდა ანას მეორე ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1854 წელს გრიგოლ დადიანი დაინიშნა სამეგრელოს სახალხო ლაშქრის მეთაურად და უაღრესად მნიშვნელოვან როლს ასრულებდა სამეგრელოში შემოჭრილი ომერ ფაშას ჯარების წინააღმდეგ ბრძოლაში. მის განკარგულებაში მილიციის რაზმის გარდა იყო რეგულარული ჯარის ნაწილი. ამ დროს გრიგოლს უკვე გენერალ-მაიორის წოდება ჰქონდა მინიჭებული. ყირიმის ომის დამთავრების შემდეგ 1856 წელს ეკატერინე ჭავჭავაძე დადიანმა, რომელიც ალექსანდრე მეორის კურთხევაზე მიიწვიეს, სამთავროს მმართველობა თავის მაზლს გრიგოლს ჩააბარა. 1857 წელს რუსეთის იმპერატორის ამალის წევრი გახდა. ამავე წელს გრიგოლი თბილისში გაიწვიეს და იგი კავკასიის გრენადერთა დივიზიაში ბრიგადის უფროსად დაინიშნა. 1858 წელს თბილისში დასახლდა და კავკასიის ჯარების მთავარსარდლის განსაკუთრებულ დავალებებს ასრულებდა. მონაწილეობდა შამილის დატყვევებასა და ღუნიბას აღებაში. თიელთა წინააღმდეგ ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობისათვის მიენიჭა გენერალ-ლეიტენანტის წოდება. გახდა გენერალ-ადიუტანტი 1880 წელს, ინფანტერიის გენერალი 1883 წელს, დაჯილდოვდა წმინდა სტანისლავის პირველი ხარისხის, מחვილებიანი და გვირგვინიანი, წმინდა ვლადიმირის მეორე და მესამე ხარისხის, თეთრი არწივის, წმინდა ალექსანდრე ნეველის מחვილებიანი და ბრილიანტებიანი ორდენებით. 1855 წლის 25 ოქტომბერს თურქეთის 40,000-იანი არმია ომერ ფაშას მეთაურობით აფხაზეთის ტერიტორიიდან ენგურის სანაპიროებს მოადგა და ჭარბი ძალებისა და დიდი მსხვერპლის ფასად მდინარე გადმოლახა. მან სამეგრელო დაიკავა, მაგრამ რიონ ცხენიწყლის ნაპირებს მხოლოდ განახევრებული ჯარით მიადგა და მაშველი ძალები მოითხოვა. ომერ ფაშამ სამეგრელოში თავისი ზრახვების განხორციელება ვერ შეძლო და დამარცხებულმა ყულევის ნავსადგურიდან გაქცევით უშველა თავს. ენგურის ნაპირებთან მტრის წინააღმდეგ წარმოებული ბრძოლა ისტორიაში შევიდა როგორც მამაცობის ბრწყინვალე მაგალითი. მეგრელთა და აფხაზთა, ანუ ქართველთა შვილებმა ნამდვილი გმირობა გამოიჩინეს ოკუპანტების წინააღმდეგ სამშობლოს დასაცავად. ამ ბრძოლაში გრიგოლ დადიანი ენგურის მარცხენა ნაპირზე განლაგებული რეგულარული ჯარისა და ადგილობრივი სახალხო ლაშქრის ნაწილებისგან შემდგარ რუხის კოლონას ხელმძღვანელობდა, სადაც მტრის მთავარ დარტყმას მოელოდნენ. მაშინ მას გენერალ-მაიორის წოდება ჰქონდა. მტერმა ვერ გადმოლახა ენგური, რადგანაც ძლიერ წინააღმდეგობას წააწყდა. მაშინ მთავარი დარტყმა გადაიტანა ომერ ფაშამ, სადაც 10-ჯერ ნაკლები ძალებით და როგორც ითქვა ზემოთ დიდი მსხვერპლით მდინარის მარცხენა მხარეზე გადმოვიდა. სამეგრელოში მტრის შემოჭრის შემდეგ გრიგოლ დადიანი ოკუპანტების წინააღმდეგ ქართული სახალხო ლაშქრისა და პარტიზანების ბრძოლას ხელმძღვანელობდა, ახორციელებდა უაღრესად გაბედულ და სარისკო ოპერაციებს. გრიგოლ დადიანის მეორე გაბედული და ამჯერად უფრო შედეგიანი ოპერაცია იყო მტრის მიერ დაკავებულ და გამაგრებულ ზუგდიდში შემოჭრა. ეს მოხდა 1855 წლის დეკემბერში. სამეგრელოსა და იმერეთ ლეჩხუმის ცხენოსანი რაზმი 260 კაცის შემადგენლობით გრიგოლ დადიანის მეთაურობით მტრის ზურგში 75 ვერსის გავლით თავს დაესხა ისკანდერ ფაშას ზუგდიდში მყოფ გარნიზონს. დადიანის ცხენოსანთა რაზმის თავდასხმა იმდენად ორგანიზებული, სწრაფი და მოულოდნელი იყო, რომ თურქებმა ვერ მოასწრეს გონს მოსვლა. რაზმელებმა მოჰკლეს 150 კაცი, დაჭრეს 800-ზე მეტი, ტყვედ ჩაიგდეს 50 თურქი. თვითონ არც ერთი რაზმელი არ დაკარგეს. დაიჭრა 26 მებრძოლი და ასეთი მცირე დანაკლისით უკანვე დაბრუნდნენ. კავკასიის მაშინდელმა მეფის ნაცვალმა და ჯარების მთავარსარდალმა მურავიოვმა მაღალი შეფასება მისცა დადიანის და მისი რაზმის ნამდვილ გმირულ საქციელს. გრიგოლი მონაწილეობდა ბარონ ვრევსკის ცნობილ ლეკურ ექსპედიციაში, რომელიც ლეკთა გაერთიანების დამარცხებით დასრულდა. გამოჩენილი მამაცობისთვის გრიგოლი წმინდა ანას პირველი ხარისხის მეორე ორდენით დააჯილდოვეს და ამასთანავე კავკასიის არმიის მთავარსარდლის განსაკუთრებულ საქმეთა სამმართველოში გადააგზავნეს. გრიგოლ დადიანი დასავლეთ კავკასიის დამორჩილებაშიც მონაწილეობდა.
1880 წელს გრიგოლმა ოფიცერთა რიგებში 50 წლის სამსახურის იუბილეიზე ეიმა და იმავე დღეს გენერალ ადიუტანტის ჩინი მიიღო. 3 წლის შემდეგ გრიგოლ დადიანი საქართველოს ისტორიაში რიგით მეორე ინფანტერიის გენერალი გახლდათ. საქართველოს ლიტერატურულ ისტორიაში გრიგოლ დადიანი ცნობილია ფსევდონიმებით კოლხიდელი, გეგეჭკორი, მეგრელი, როგორც პოეტი, მთარგმნელი, მეცენატი ქართული კულტურისა. მისი ლექსები იბეჭდებოდა მე-19 საუკუნის ჟურნალ-გაზეთებში ცისკარი, დროება, ივერია, შრომა და სხვა. 22 წლის ასაკში დაწერა პოემა რუხის ბრძოლა, რომელიც 1780 წლის სამეგრელო აფხაზეთის ბრძოლებს ასახავს. პოემა პეტერბურგის ქართველთა საზოგადოებაში ხელიდან ხელში გადადიოდა. იგი დაიბეჭდა 1873 წელს დავით ჩუბინაშვილის ქართულ ქრესტომატიაში იოანე გეგეჭკორის ფსევდონიმით. გრიგოლ დადიანის ლექსები ცალკე წიგნად ლექსთა კრება გამოიცა 1901 წელს ქუთაისში. ერთ-ერთ ლექსში, რომლის სათაურია ჩემს მეგობარს, გრიგოლ დადიანი განადიდებს ადამიანის შრომით საქმიანობას და სრულად არ იწონებს უქმად ჯდომას. ჯდომა ურგები და ზარმაცობა, სხვაზე სიცილი, სხვაზე უბნობა, ერთი ნათქვამის მეორეს თხრობა. მე არ მომწონს ეს და ვისაც მოსწონს ღმერთმან მისჭკუას მისცეს მშვიდობა. ლექსში წადილი იგი უმღერის ბუნების მშვენიერებას. წალკოტი მომცა ყვავილით სავსე და შადრევანი ტურფა მდიდარი და ასე შემდეგ. გრიგოლ დადიანმა დაახასიათა ნაპოლეონის დაპყრობითი ომები და ბოლოს ლექსი კორსიკანელი ასე დაამთავრა. ესრეთ დაეცა მკითხველო ქვეყნის ღმერთობის მძებნელი. როცა იგი ახასიათებს კეისარს, პომპეუს, ალექსანდრე მაკედონელს და სხვებს, ლექსი სოფელი ასე ამთავრებს. ერთია ყველა საფლავშით სოფლისა დაბადებული. ძალიან საინტერესოა 61 წელში გადამდგარი გრიგოლ დადიანის 1875 წელს დაწერილი ლექსი ძველისა და ახლის ურთიერთდამოკიდებულების შესახებ, რომელსაც აკაკი წერეთელმა ბრძნული უწოდა. გრიგოლი უარყოფითად აფასებს ძველისადმი უპატივისცემლობას და მოითხოვსახლისა და ძველის ამორთა ტკბილად სიტყვიერებას. ქვევით მოვიყვანთ რამოდენიმე სტროფს კოლხიდელის ლექსიდან აკაკის. ლექსის სრულ ვერსიას დაინტერესებული მკითხველი გაეცნობა დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში. ძველს რომ ახალი არ ეკარება, ნეტამც ვიცოდე რა ემართება. ახლისგან ძველის შეურაცხყოფა, მე ვგონებ ახალთ არ ეკადრება. კოლხიდელის ლექს აკაკიმ ლექსითვე უპასუხა და თვითონაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ ლექსში ჩანს როგორ აფასებდა აკაკი წერეთელი გრიგოლ დადიანს. კოლხიდელს მე ბოძა თქვენი ბრძნული წერილი, მაგრამ პირადად მე არ მეხება გაურჩეველად ხნოვანებისა, კარგის ყოველთვის მჩვევია ქება. თუ საფუძველი კარგია ძველი, წუნს როგორ დაზდებ ხუროთ მოძღვარი, ეცდება კიდეც რომ ზედააგოს საშვილიშვილო წმინდა ტაძარი. თუ ეს არ მესმის რაღა მსმენია, რა საჭიროა ამის მოძღვრება? თარე მაშინაც კიდევ ანათებს, როცა ილევა, ნელა ნელა ცხრება. მათუსალადაც რომ გადაიქცეს მეტი სიბერით აც კოლხიდელი, მაინც დარჩება კიდევ იმაში ოჯახი შვილი, ძველი ქართველი, ვისთანაც მისვლა და ვისი ნახვა სულით და გულით მე მენატრება, მაგრამ ერთი რამ გარემოება, წინ მეღობება და მეფარება. არ ვიცი, როგორ უნდა გეახლო, როგორც მორჩილი თუ ამხანაგი, როგორც დადიანს წერეთელი თუ როგორც კოლხიდელს მხოლოდ აკაკი. გრიგოლ დადიანს დიდი წვლილი მიუძღვის რუს პოეტ იპოლიტ ბარტდინსკის მიერ ვეფხისტყაოსნის რუსულ ენაზე თარგმნის საქმეში. ნათარგმნია პოემის 142 სტროფი. ეს იყო რუსთაველის ერთ-ერთი პირველი თარგმანი რუსულად. გამოქვეყნდა 1845 წელს პეტერბურგის ჟურნალ ილუსტრაციაში სათაურით ტარიელ ბარსავა კოჟა. ქართული საზოგადოებისთვის გრიგოლი ცნობილია როგორც სამხედრო პირი და პოეტი, თუმცა ბევრმა არ იცის, რომ ჭადრაკი მის ცხოვრებაში სერიოზული გატაცება იყო. ის ფანატიკურად იყო ჭადრაკზე შეყვარებული. გენიალური ამერიკელი მოჭადრაკის პოლ მერფის საჭადრაკო ხელოვნების თაყვანისმცემელი. ჭადრაკისადმი მისი დამოკიდებულება კარგად იკითხება დადიანების მემატიანის იოანე მეუნარგიას მოგონებებში. გრიგოლ დადიანმა ერთი ლექსი ჭადრაკს მიუძღვნა. დადიანი ერთხანს წიგნებს კითხულობს ან ჭადრაკს ათამაშებს მერფის წიგნით ხელში. გრიგოლ დადიანი ხშირად ეთამაშებოდა ჭადრაკს ძმისშვილს, ანდრია დადიანს, ქუთაისში, თავის სალონში, სადაც იმდროინდელი განათლებული საზოგადოება იყრიდა თავს. 1891 წლის საჭადრაკო მიმოხილვა აღნიშნავს, რომ ქუთაისში ბევრი კარგი მოჭადრაკეა, მათ შორის კეხერი, განი, თავადი დადიანი, რეიმერსი და სხვა. გრიგოლ დადიანმა ღრმა კვალი დატოვა საქართველოს ისტორიაში და ქართულ მწერლობაში. ის იყო დიდი ადამიანი, უანგარო მსახური თავისი ხალხის, ქვეყნის, რისი დასტურია მისი ცხოვრების
მუშაობის წესი და რიგი, მის მიერ დატოვებული ანდერძები და შეწირულობები სხვადასხვა საზოგადოებებზე, სასწავლებლებზე, ნათესავებზე, მოსამსახურეებზე. გრიგოლ დადიანის საქველმოქმედო საქმიანობის შესახებ ცნობები მოგვეპოვება მუზეუმში დაცულ წერილში, რომელიც გამოგზავნილია ათონის მთაზე მდებარე მონასტრიდან, ბერის მიერ გრიგოლ დადიანისადმი, რომელიც ითხოვს მოწყალების გაღებას მონასტრისათვის, სადიდებლად სახელისა უფლისა ღვთისა და სადღეგრძელოთ თქვენ და გრიგოლ დადიანმა სიცოცხლეში გასცა 3 ანდერძი. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისათვის 30,000 მანეთის გაცემა, რითაც შემდეგ დაწესდა მისი პრემია. პრემია უნდა მიცემოდა 3 წელში ერთხელ იმას, ვინც გამგეობას წარუდგენდა საუკეთესო თხუზულებას საქართველოს წარსულის ცხოვრებაში, საუკეთესო ფილოლოგიურ გამოკვლევას ქართული ენისას, საუკეთესო თხუზულებას წარსულ და თანამედროვე ქართულ მწერლობაზე. ცნობილია, რომ ეს პრემია მიუღია არაერთსა და 2 მწერალს, რომლითაც ხანგრძლივი მატერიალური დახმარება გასწევია მათ. მეორე ანდერძი 1898 წლის დეკემბრით დათარიღებული ითვალისწინებდა მის მფლობელობაში შემავალ ლეჩხუმში მდებარე დაუსახლებელ ადგილას ლეხერას თავისი ტყეებით, სახნავს ათესი მიწებით მარტვილის მონასტრისათვის გადაცემას, ისე რომ ამ შემოსავლიდან ყოველწლიურად გაცემულიყო 40 მანეთი, ვერცხლის ფული, მისი და მისი მეუღლის სულის მოსახსენებლად, ხოლო დანარჩენი მოხმარებოდა მონასტერს ქუთაისის წმინდა ნინოს სასწავლებლისათვის, რენტა 1000 მანეთი, ისე რომ პროცენტები ყოველწლიურის სწავლებისათვის მოხმარებოდა უღარიბეს მოსწავლეებს. რას ნიშნავს რენტა? მე-19 საუკუნის საქართველოში გავრცელებული იყო დიდ თანხას ტოვებდით გარკვეულ დაწესებულებაში, იქნებოდა ეს ბანკი, შეიძლებოდა ბანკის როლი რომელიმე თავადის ოჯახს შეესრულებინა. ამ შემთხვევაში დადიანების ოჯახი თვითონვე ასრულებდა, ესე ვთქვათ, რენტის პროცენტის გამცემის მოვალეობას. შესაბამისად, გრიგოლ დადიანმა არა მხოლოდ თანხა დაუტოვა, არამედ ამ თანხით მიღებული სარგებელი ყოველთვიურად ეძლეოდა ამა თუ იმ ანდერძში ნახსენებ პიროვნებას თუ დაწესებულებას. კავკასიის სასწავლო ოლქისათვის 3000 მანეთი, ზუგდიდის საქალაქო სასწავლებლებს 300 მანეთი, ქუთაისის სამოქალაქო მთავრობას 500 მანეთი, ღარიბთათვის დასარიგებლად. მესამე ანდერძის მიხედვით ზუგდიდის საზოგადოებისათვის გაიცა 2000 მანეთი, ისე რომ იქიდან პროცენტები ყოველწლიურად უნდა მოხმარებოდა უღარიბეს მცხოვრებლებს. ცაიშის მონასტერზე გაიცა 1000 მანეთი. დადიანების ანდერძების აღსრულება მინდობილი ჰქონდა პოეტ ალექსანდრე მაქსიმეს-ძე ქოჩაკიძეს და მწერალსა და საზოგადო მოღვაწეს იოანე მეუნარგიას. განსაკუთრებით საინტერესოა გრიგოლ დადიანის მამულის გამკარგველის იოანა მეუნარგიასადმი თხოვნა სოფელ სურმუშის ცხოვრებთან. სკოლის მშენებლობის შესახებ ხელს აწერს 56 მცხოვრები. ისინი აღნიშნავენ დადიანის დიდ სიყვარულს სოფლისადმი, მისი ხალხისადმი და ამის დასამტკიცებლად თავადი გრიგოლ დადიანი საუბედუროდ სიკვდილმა არ დააცალა გრიგოლს ამ დიდებული აზრის შესრულება. 1909 წელს სოფლის მცხოვრებლები იოანა მეუნარგიას წერდნენ: თქვენმა კეთილშობილებამ კეთილი ინება ბრძანება, რომ თქვენ შეასრულებთ განსვენებულის დანაპირებს და მისი სულის მოსახსენებლად ააშენებთ პატარა სასწავლებელს. გრიგოლ დადიანი იყო დიდი ქველმოქმედი, გულმოწყალე, მზრუნველი თავისი ხალხის კეთილდღეობისათვის. მას არ დაუტოვებია კავკასიის ოლქში შემავალი არც ერთი სასწავლო დაწესებულება, სხვადასხვა საზოგადოებები, ეკლესია, მონასტრების შესაწირავების გარეშე. გრიგოლ დადიანმა სიცოცხლის ბოლო წლები ლეჩხუმში, სოფელ სურმუშში, მამისეულ სასახლეში გაატარა. გარდაიცვალა 87 წლის ასაკში, 1902 წლის 19 იანვარს. დასაფლავებულია მარტვილის საკათედრო ტაძრის ეზოში, წინაპრების გვერდით. დედოფლისეულის სასახლის საგამოფენო სივრცის დადიანების დარბაზში გამოფენილია გრიგოლ დადიანის პორტრეტი, დიდი ფერწერული ტილო, ზომით 158-110 სანტიმეტრზე, ზეთით შესრულებული, რომელზეც გამოსახულია უკვე მოხუცი ჭაღარა გენერალი, სავარძელში მჯდომარე სამუშაო მაგიდასთან. მარჯვენა ხელში თითებს შორის გაჩრილი აქვს ვერცხლით მოჭედილი მუნჯტუკი დაფერფლილი სიგარით. მარცხენა ხელი დაყრდნობილია მაგიდაზე დადებულ გადაშლილ წიგზე. გრიგოლს აცვია მუქი ფერის სამხედრო მუნდირი, მოჩანს მუნდირის წითელი სარჩული და სხვა წრილმანი დეტალები. კერძზე ორდენები. მხატვრის ყურადღება გამახვილებულია სახის სრულყოფილ გამოსახვაზე, გათეთრებული თმითა და გრძელი ულვაშები. პორტრეტიდან იყურება ღრმად შთაგონებული სახე მოხუცისა. პორტრეტის უკანა ხედზე ხალიჩა გაკრულ კედელზე მოჩანს ქართული იარაღები. პორტრეტის ავტორია რუსი მხატვარი თეოდორ ბუროვი. ტილო შესრულებულია 1887 წელს. ამით დავასრულებთ დღევანდელ გადაცემას. დიდი მადლობა მუზეუმის ექსკურსიამძღოლ ნანა არახამიას ამ თემის მომზადებისათვის. დიდი მადლობა თქვენ, რომ გვისმენდით. მომავალ შეხვედრამდე.
რადიო ათინათის და ზუგდიდის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ერთობლივი გადაცემა დადიანების სასახლეთა საგანძური. ისტორიები ზუგდიდის მუზეუმში დაცულ ბევრისთვის უცნობ ექსპონატებზე, მუზეუმის განვლილ გზაზე და ღვაწლმოსილ მონაწილეებზე. რა შეიძლება ვნახოთ და რა შემორჩა მეხსიერებას? ათინათის ეთერში ყოველ სამშაბათს 18 საათსა და 18 წუთზე.